ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ როგორც ყოველთვის აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად შშმ ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით ეს არის ჩვენი საუბრის თემა პროექტს ახორციელებს ასოციაცია იკაოს-1 ირაკლის ხის სახელოსნო სხივი და ჩვენი სტუმარია ირაკლი ქემოკლიძის სახელობის მრავალფუნქციური ცენტრი 18+ დამფუძნებელი ხელმძღვანელი მაია ასაკაშვილი ასევე თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თანათავმჯდომარე ქალბატონო მაია მოგესალმებით მოგესალმებით ნინო. მოგესალმებით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირველ რიგში ამ ახალ სტუდიაში პირველად ვარ და გილოცავთ არაჩვეულებრივი სტუდია და გილოცავთ კიდევ 24 წლის იუბილეს რადიო იმედის თქვენ მუდამ გახართ ჩვენს გვერდით წარმატებებს ვუსურვებთ მთელ შემოქმედებით გუნდს და ყოველთვის გვეიმედებით რომ ყველა წარმატების თუ გამოწვევის დროს ჩვენ გვერდით ხართ და თქვენს გადაცემას უკვე 14 წელი შეუსრულდა და ფეხდაფეხ მოყვებით და უგმესი მადლობა ყველაფრისთვის. და მეც ფეხდაფეხ მოყვებით, რა თქმა უნდა გადაცემა ჩვენ აქ ვართ 14 წლის წინ გავედით ეთერში და რა თქმა უნდა ამოსავალი წერტილი შშმ პირთა ცხოვრება, შშმ პირთა რეალობა და წლების განმავლობაში ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა არა მარტო თქვენთან ერთად და დღეს აქტუალური თემა. როდესაც საუბარია არაფორმალურ განათლებაზე, რა თქმა უნდა შშმ პირთა მიმართულებით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ჩართული ხართ ამ პროცესებში და ის სულ ახლა ხანს პროექტის განხორციელება დაიწყო. რა თქმა უნდა, გვინდა გაგვიზიაროთ პროექტის მიზანი, როგორ მიმდინარეობს, როგორ ხორციელდება და რა შედეგს ელოდებით. მოგახსენებთ ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ ასოციაცია იკაოს-1 ჩემი გარდაცვლილის შვილის ირაკლი ქემოკლიძის სახელობის 18+ შშმ პირთა დღის ცენტრი ამ ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს ხის სახელოსნო სხივი, რომელიც ასევე ირაკლის ქემოკლიძის სახელს ატარებს და ჩვენ მოგეხსენებათ რომ არაერთი პროექტი გააგვიხორციელებია ამ ორგანიზაციის ბაზაზე და ახლა ახალ პროექტს ვახორციელებთ ხის სახელოსნო სხივი არაფორმალური განათლების გზით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება, რომელიც მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ და ახლა მიმდინარე პროცესია და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ტექნიკურად განახლებული აპარატურა და აღჭურვილობა, ასევე ხელის ინსტრუმენტები ამ პროექტის ფარგლებში შემოვიტანეთ ანუ სხივის გაძლიერებისთვის მეთოდოლოგიურად ძალიან ბევრი სწავლების ახალი მეთოდოლოგია დაამნერგეთ, როგორ ვიმუშაოთ, მოგეხსენებათ რომ ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირები არიან ძალიან მოწყვლადი ჯგუფი, რომელთაც სჭირდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა, მათთვის შევქმნით ადაპტირებული სამუშაო სივრცე და გარდა ამისა პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი იყო მოდიფიცირებული ტრეინინგების ციკლის ჩატარება. პროექტში ჩართულია 20 იყო განსაზღვრული, მაგრამ ისეთი დიდი მოთხოვნა იყო, რომ თითქმის 26 და 30-მდეც იყო მსურველი, მაგრამ შეზღუდულები ვიყავით ამ მიზნობრივი ჯგუფის მიღებაში და პირველ ეტაპზე ჩაუტარდათ საბაზისო ტრეინინგები, 17 ტრეინინგი ჩატარდა პროექტის ფარგლებში, ეს იყო ვიზუალურად დიდი შრიფტით დასურათებული, გამარტივებული ენით, ვასწავლეთ როგორ უნდა იმუშაონ ხის სახელოსნოში, როგორ დაიცვან უსაფრთხოების წესები, სამუშაო პროცესი, როგორ მოაწყონ სამუშაო მაგიდა, ასევე კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ჩაუტარდა ტრეინინგები, შემოქმედებითი უნარების, როგორ შექმნან ესკიზი, იმიტომ რომ ხო სათამაშოების და სუვენირების განვითარებაზე მუშაობას ვასწავლით უკვე პრაქტიკულად, ახლა მეორე ეტაპზე, მაგრამ ჯერ ამჯერად ვსაუბრობთ პირველ ეტაპზე რა ხდებოდა და ასევე სამეწარმეო უნარების განვითარებაზე, როცა შექმნიან პროდუქტს, როგორ უნდა გაიტანონ ბაზარზე, როგორ დაადონ ფასი, როგორ მოიზიდონ
კლიენტები, ანუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, იმიტომ რომ მათ ვზრუნავთ მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მათ შეძლონ დამოუკიდებლად სუვენირების, პატარა სათამაშოების შექმნა, შეძლონ დამოუკიდებლად გამოფენებზე, ბაზრობებზე გატანა, გაყიდვა და შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა დამოუკიდებლად მცირე პატარა საწარმოების შექმნა და აი ეს ყველა ამ ყველაფერს ითვალისწინებს. კოეფიციენტის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად შემდეგ უკვე ამ საქმიანობაში ჩართვა. რასაკვირველია, ეს იყო ჩვენი რო ეს ხისახელოსნო სხივი გადაიქცა პლატფორმად, არა მხოლოდ სასწავლო, სადაც პროფესიულ უნარებს და შემოქმედებით უნარებს ასწავლიან, არამედ რომ გავაძლიეროთ ეკონომიურად სამეწარმეო უნარები, ვასწავლოთ, რომ თვითონ შეძლონ შემდეგ დასაქმება და გასვლა შრომით ბაზარზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სამეწარმეო უნარები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი და ხა მათთვის რომ გასაგები ყოფილიყო მაქსიმალურად მოდიფიცირებული, დასურათებული, გამარტივებული ენით, დიდი შრიფტით, ადაპტირებული, ყველაფერი მორგებული იყო მეთოდოლოგიურად ინტელექტუალური განვითარების პირთა საჭიროებებზე და შემდეგ შეფასებები გავაკეთეთ, ვინ რაში იყო ძლიერი წარმატებული, შეიქმნა წარმატებული კიდევ მათ მიერ 5 პროექტი, პატარა მინი პროექტი, ერთად ჯგუფში ვიმუშავეთ პრაქტიკული სავარჩევი და ძალიან წარმატებული იყო ეს პირველი ეტაპი და ამჯერად მიმდინარეობს მეორე ეტაპის განხორციელების პროცესი, რაც მოიცავს უკვე პრაქტიკულ მუშაობას, თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანას და უკვე მათი სწავლის დაზგადანადგარების გამოყენება, უკვე ხელის ინსტრუმენტებზე მუშაობა, როგორ შექმნან ესკიზი, როგორ დაჭრან ესა თუ ის სათამაშო თუ სუვენირი, როგორ შემდეგ დაზუმფარება, დაფერვა, საბოლოო პროდუქტის სახის მიცემა და ეხლა მუშაობთ უკვე გამოფენებზე, როგორ უკვე ჩავატარეთ რამდენიმე გამოფენა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მადლობა გადაუხადო ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და ზრუნვის სააგენტოს მათი ინიცირებით ქონდა თბილისის ცენტრალში გამოფენა, ასევე პარლამენტს დიდი მადლობა და ასევე ზრუნვის სააგენტოს ძალიან გრანდიოზული წინასახალწლო გამოფენა ქონდა და პარლამენტის წევრებმა ძალიან დაგვიჭირეს მხარი და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ასევე გამოფენა ქონდა ძალიან კარგი იქ მივდივართ დღეს წაიღეს ზუსტად ჩვენი ნამუშევრები დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვასწავლით საზოგადოებასთან კომუნიკაციას. ქალბატონმა და ჩაგეკითხოთ ნახეთ წლების განმავლობაში თქვენ არაერთი პროექტი გაგიხორციელებიათ და ეხლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. მაინტერესებს თავად ამ ადამიანების განწყობა როგორია? ანუ შედეგით კმაყოფილნი არიან თუ არა და აი როგორ მიმდინარეობს განვითარების ეტაპები? ძალიან წარმატებით, იმიტომ რომ ჩვენ შეფასებები გუნდმა, მულტიგუნდმა შეაფასა მათი შესაძლებლობები და უკვე კარგად დავინახეთ შესაძლებლობები, რაში არიან ძლიერები, რაში წარმატებულები და აი ამ ძლიერ მხარეზე დაყრდნობით ხდება მათი უნარების განვითარება და ისეთი გახარებულები არიან, როდესაც საზოგადოებისგან ხედავენ ასეთ მხარდაჭერას, როცა მათი ნამუშევრები ასეთ მოწონებას იმსახურებს, როდესაც უყურებენ როგორც თანასწორს იყიდება მათი პროდუქცია და ამით აღრთოვანებულები არიან. თუ ადრე სვამდნენ კითხვას, რომ მე ამას შევძლებ, ეხლა კითხვას აღარ უსვამენ თავის თავს და მე შემიძლია და მე გავაკეთებ. და ძალიან დიდი მადლობა მინდა კი რასაკვირველია ძალიან დიდი мотиваცია საკუთარი თავის რწმენა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის ჩვენი გუნდი რომ მათ ეს мотиваცია ამომაღლოს სტიმული მივცეთ და ხელი შეუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ფასების თვითონ დაადეს ყველაფერს და ახლა თან ამითი რომ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ ეს მათთვის არის აი არ ვიცი ძალიან დიდი მხარდაჭერა და მადლობა მინდა გადაუხადო ახალგაზრდობის სააგენტოს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხივის გაძლიერებისთვის, რომ ჩვენი ხისახელოსნო სხივი არსებობს 2016 წლიდან არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნოთ და ძალიან დიდი მადლობა არ გადაუხადო თბილისის მერიას, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, რომ არა მათი მხარდაჭერა ჩვენი სხივი დღემდე ვერ მოვიდოდა და ვერ შეძლებდა ფუნქციონირებას და აი ამ ორი უწყების ახლა დიდი მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ, გავაძლიერეთ, თანამედროვე ტექნიკურადაც აღჭურვეთ და ვაპირებთ რომ მდგრადობა შევინარჩუნოთ და კიდევ
კიდე მრავალი წელი ვიფუნქციონირებთ ბაზარზე. გრადობის შენარჩუნებისთვის რა თქმა უნდა აუცილებელია თანამედროვე აღჭურვილობა. გასაკვირველია. ეს კითხვა მინდოდა დამესვა და ანუ რამდენად ასევე ეწევით თანამედროვე ტენდენციებს და გექნებათ თუ არა პრობლემებით. პრობლემები ხა ამ ეტაპზე არ გქონია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გარკვეული გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში მუშაობის და ხის სათამაშოების და სუვენირების წარმოების, ანუ ხელს უწყობთ თან ადგილობრივი წარმოების განვითარებას და გვინდა რომ ხა აი ამ თერაპიული სახელოსნოდან უკვე გადავიდეთ თანდათან სამეწარმეო რელსებზე, რომ შევძლოთ მეტი შშმ ახალგაზრდის ჩართვა, გადამზადება და თან დასაქმების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის და რა თქმა უნდა, ეს იყო სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ძალიან დიდი კონკურსი იყო, მინდა გითხრათ, საკმაოდ რთული პროექტია და ასევე განსახორციელებლათაც არ არის მარტივი და ჩვენ სრულად აღჭურვეთ ახლებურად თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით ხის სახელოსნოს სხივი და კიდევ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ძალიან დიდხანს ვიფუნქციონიროთ კიდევ ბაზარზე და მე ახალგაზრდა შეუწყოთ ხელი. კი, მე მგონი თქვენ გამოყენებითი ხელოვნების მეორე სახელოსნოც. კი, ჩვენი დღის ცენტრის ბაზაზე არსებობს მეორე სახელოსნოც, ეს გახლავთ გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო. ჩვენ აქცენტებს ვაკეთებთ, რადგან 18+-ს დასრულებთ ამ მუშაობთ სახელობო უნარებზე, მათი დამოუკიდებლობის უნარების განვითარებაზე და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო და საერთოდ ხელოვნებითი თერაპია ეს არის სპეციალიზირებული დარგი, რომელიც აპრობირებულია მთელს მსოფლიოში, უშუალოდ აი ამ მიმართულებით მუშაობენ ინტელექტუალური განვითარების და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებთან და ჩვენც მიუყვებით ამ ტენდენციებს, რომ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას და აქ სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ვასწავლით ხელნაკეთი სუვენირების, აქსესუარების შექმნას, ისინი მუშაობენ ფეტრზე, ქეჩაზე, მატყლისველი და მშრალი მოთელვის ტექნოლოგიაზე, დეკუპაჟის ტექნოლოგიაზე, პაპიამაშ, ანუ ძალიან ბევრი ტექნოლოგია გვაქვს, ნაჭრის თოჯინებსაც კერავენ, გობელენზეც მუშაობენ, არაჩვეულებრივი ნამუშევრები გვაქვს. ეხლა დაავადებათა კონტროლის ცენტრში წავიდნენ დახუნცლულები იმხელა მთელი ნამუშევრებით და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობას ამ ხელშეწყობისთვის, რომ გამოგვიყოს სივრცე, რომ ჩვენი ახალგაზრდების ნამუშევრების პოპულარიზაცია და რეალიზაცია გავწიოთ საზოგადოებაში. კი ბატონო, და რაც შეეხება პროექტს, როდის დასრულდება? პროექტი დასრულდება იანვრის ბოლოს. ეს პროექტი ხის სახელოსნოს რაც შეეხება და შემდეგ გვაქვს კიდე შორს მიმავალი გეგმები და იმედი გვაქვს, რომ ისევ გავაგრძელებთ როგორც თბილისის მერიასთან, ისევ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას. კიდევ ახლა დაფუძნებულია გრანტების სააგენტო, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ პროექტს წარმოადგენთ გრანტების სააგენტოში და უფრო ფართო მასშტაბებზე გავალთ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვა შევძლოთ. კი ბატონო, და ამასობაში თქვენ ქალბატონო მაია ბრძანდებით თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრი. ასევე თქვენ ბრძანდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის უწყებაჩვეულო საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ასევე რომ აქტიურად ხართ ჩართული ამ მოძრაობაში და რაც შეეხება მერიას, ანუ სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა საბჭოს წევრების შეხვედრა და მინდა იმ ძირითად მიმართულებებზე გითხრათ, რაზეც აქცენტი გააკეთეთ და ისაუბრეთ. მოგახსენებთ, ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ქალბატონინო, მოგახსენებთ, მე გახლავართ ასევე თბილისის მერთან არსებული გაეროს თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარე, წევრი არა, თანათავმჯდომარე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა შშმ პირთა და თლიან თემის ისტორიაში, რომ მერის მოადგილესთან ერთად საბჭოს ხელმძღვანელობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. მე გამომიცხადეს ეს ნდობა და უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის თბილისის მერს და მერის მთელს წარმომადგენლობას, რომელთაც ეს დიდი ნდობა გამომიცხადეს. აქ შემოდიან როგორც საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ასევე სხვადასხვა მიმართულების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ მუშაობთ ძალიან გუნდურად და
პრიორიტეტების მიხედვით შემდეგ ერთად ვიხილავთ ამ პრობლემურ საკითხებს. ახლა საუბარი გქონდა პერსონალური ასისტენტის სერვისზე, მათ შორის რა თქმა უნდა გამოწვევებსაც ახლა იქ ვიკრიბებით იმისთვის რომ მოვძებნოთ ეს გადაჭრის გზებიც, რა უნდა როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, როგორ გადავჭრათ ესა თუ ის პრობლემა, რომ რაღაც გარკვეული ხარვეზები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებულია ეს პროექტი და ბევრი სურველია, კიდევ გვაქვს მცირე გამოწვევები, რომ ჯერ კიდევ რჩება მაგალითად ყველაზე რთული ქცევის ან ფსიქოსოციალური საჭიროების ან ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირები, რომლებიც კიდევ არიან მომლოდინეთა რიგში და როგორც აგვიხსნეს, გაიზარდა ბიუჯეტი ამ მიმართულებით, რაც ძალიან სასიხარულოა და მომავალი წლიდან იმედი გვაქვს, რომ მომლოდინეთა რიგები აღარ იარსებებს და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ თანაბრად ისარგებლოს ამ პერსონალური ასისტენტის სერვისით. ვისაუბრეთ ასევე უსინათლო პირთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სოციალური ქულის მინიჭების, ასევე კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის, ასევე ყრუთა საზოგადოების პრობლემებზე, რომ პრობლემურია მათთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ ყავთ კადრები, რომლებიც განამზადებული იქნებიან ჟესტურ ენაზე და აი ამ საკითხებზე იყო ასევე ყრუთა ანსამბლი ლილეს მხარდაჭერის საკითხები ქონდა მძიმე ღრმა და ასეთი რთული შეფერხების მქონე პირთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე მისაწვდომობის პრობლემებზე, რაც დღეს დგას ჩვენი შიშიმო პირების და კიდევ გქონდა პრობლემური საკითხი ტრანსპორტირების, რომ არც ხადდება ყველგან, არ ხდება გახმოვანება, სადაც ხდება ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ უსინათლოებსაც არც ხადდება ძალიან უჭირთ, რომ მისაწვდომი იყოს მათთვის ეს ტრანსპორტი, ასევე ტაბლოებზე რო წვრილი შრიფტით არის მათ უჭირთ წაკითხვა, ასევე ჩვენ დავაყენეთ ქსნის ქუჩაზე და ირაკლი ქემოკლიძის ქუჩაზე ერთადერთი ტრანსპორტი დადის 474, რომელსაც ძალიან დიდი შუალედებით უწევს სიარული და როგორც მოსახლეობას, ასევე დღის ცენტრის პედაგოგებს, ახალგაზრდებს ძალიან დიდხანს უწევთ ტრანსპორტის ლოდინი და დაგვპირდა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომ ეხლა ახალი ავტობუსების შემოყვანა მოხდა და მოახერხებენ, რომ ამ მიმართულებით ან დაამატონ ტრანსპორტი, ინტერვალი შეამცირონ, რომ მათთვის ტრანსპორტი იყოს შიშიმო პირებისთვის მისაწვდომი და არ უწყებდეთ ასეთი პრობლემის წინაშე დგომა. კი ბატონო, და საინტერესოა, რა პერიოდულობით მოხდება თქვენი შეკრება? ჩვენ დებულებით ორჯერ გვაქვს წელიწადში, ანუ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ თუ საჭიროება დადგება, ჩვენ ხო მარტო საბჭოს შეკრებისთვის არ ვმუშაობთ. პერიოდულად გვიკავშირდებიან როგორც ინდივიდუალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე ჩვენი მიზნობრივი საბჭოს წევრებს მიმართულებების და მიხედვით ამ საკითხებს ერთად ვახდეთ აკუმულირებას. ჩვენ გვაქვს კიდევ საბჭოს გარეშეც შიდა ჯგუფის შეხვედრები, სადაც მსჯელობთ ამ პრობლემურ შემოსულ საკითხებზე. ზოგს თვითონ მერიაში შეაქვს განცხადება და შემდეგ ასე ერთად მსჯელობთ, რომელი საკითხი უნდა შევიტანოთ დღის წესრიგში და აი ასე ხდება შემდეგ ამ პრობლემური საკითხების გატანა დღის წესრიგში და იქვე შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება, რომელი საკითხი უნდა გადაწყდეს და როგორ დავეხმაროთ ამა თუ იმ პიროვნებას თუ ორგანიზაციას. ქალბატონო მაია, 2025 წელი რომ შევაჯამოთ. 2025 წელს იცით როგორ შევაჯამებდი, ახლა ბევრი რამ გაკეტა, ვერ ვიტყვი რომ არაფერი კეთდება, მაგრამ კიდევ გვაქვს რაღაც გარკვეული გამოწვევები, ხა ეს ყველაფერი ერთ წელში არ ხდება. მოგეხსენებათ რომ მე თავად თითქმის 36 წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობ და კიდევ მიუხედავად ძალიან ბევრი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და ჩემს კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვინც აქტიურად ჩართული ვიყავით მთელ ამ მოძრაობაში. ეხლა რა იყო 36 წლის წინა და რა არის ეხლა. ბევრი რამ შეიცვალა. მაგრამ კიდევ გვაქვს გარკვეული გამოწვევები და ასე ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული, ძალიან ცივილური ურთიერთობით მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემების დაძლევას. მქონდა არაერთი შეხვედრა ასევე
პარლამენტში იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრის აპარატთან არსებული გაეროს კონვენციის შრომითი უფლებების დაცვის საკოორდინაციო საბჭოს მისი წევრიც გახლავართ მე და იქაც ვიმსჯელეთ გარკვეულ პრობლემურ საკითხებზე. ასევე მქონდა შეხვედრა გენერალურ პროკურატურასთან, ონლაინ შეხვედრა იყო. იქაც რომ მართლმსაჯულების მისაწვდომობის პრობლემებზე და იქ გარკვეულ საკითხებთან ერთად მე დავაყენე ჩემი გარდაცვლილი შვილის ირაკლი ქემოკლიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაღაცა საქმის გაჭიანურების პრობლემა და იყო ძალიან სწრაფი რეაგირება, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გენერალურ პროკურატურას ამისთვის, რომ ასე აქტიურად და დაიწყო ძიება ამ საქმესთან დაკავშირებით აქტიურად ჩაერთო ასევე საგამოძიებო პროცესში ზედამხედველობას ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი. კი ბატონო, ქალბატონო მაია და აი ირაკლიზე ისაუბრეთ და ამ ყველაფრის თავი და თავი იყო ირაკლი. და სახელოსნო მსხივი და იკა-21 აგრძელებს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი წელი ძალიან საინტერესო ბევრ პროექტს განახორციელებთ და უშუალოდ ცოტა დრო დაგვრჩა იკა-21-ის სამომავლო გეგმებზეც რომ გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა. იკა-21 ვცდილობთ რომ გავაგრძელოთ საქმიანობა ირაკლის ხსოვნის უკდავსაყოფად და ირაკლის მეგობრების დასახმარებლად. გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს, გვინდა გავაფართოვოთ კიდევ ჩვენი სამოქმედო არეალი და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ, ასევე მეტი კულტურული ღონისძიება. ხა დღეს თქვენს გადაცემამდე მე ვიყავი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საახალწლო ღონისძიებაზე გლდანი პლაზაში, მაქსილენდში, გასართობ ცენტრში, სადაც ყავდა ჩვენი ახალგაზრდები წაყვანილი. ეს მხარდაჭერილი იყო გლდანის რაიონის გამგეობის მიერ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გლდანის გამგეობას, გამგებას ბესო კალაძეს, ასევე ქალბატონ ნანა ციმაკურიძეს, იყვნენ პარლამენტიდან წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები და აი ისეთი ლამაზი, ფერადი, დაუვიწყარი ემოციების სავსე დღე აჩუქეს დღეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომ აი ძალიან დიდხანს გაყვება ეს ყველაფერი და უღრმესი მადლობა მათ. ასეთი მხარდაჭერისთვის გვაქვს ძალიან დიდი გეგმები. გვინდა კიდევ რამდენიმე სახელოსნოს დამატება, იმიტომ რომ ერთ-ერთი უკვე ტექნიკურად აღჭურვილია, ეს გახლავთ მინისტამბა. გვინდა რომ შემდგომში დაგეგმილი გვაქვს პოლიგრაფიული საქმიანობის განვითარება, რომ ამ მიმართულებითაც გავაძლიეროთ ჩვენი ახალგაზრდები. დაგეგმილი გვაქვს ასევე კულინარიული მიმართულებით რაღაცა პატარა საწარმოების გაკეთება, ჯერ თერაპიულით ვიწყებთ და მე უფრო გამოცდილებას რომ მივიღებთ, გავაძლიერებთ, ასევე სპორტული მიმართულებით. გლდანის გამგეობასთან ერთად გეგმავთ, რომ ჩვენთან მოეწყოს ტრენაჟორები და პატარა სპორტული სივრცე. ასე ვფიქრობთ სამომავლოდ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს გქონდეთ ეს შესაძლებლობა, რომ ადგილზე ივარჯიშონ და ფიზიკურად გაიჯანსაღონ სხეული. და რა ვიცი, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, მუშაობთ ასევე საზოგადოების გაცნობიერების კამპანიის მიმართულებით, რომ მიუხედავად შესაძლებლობების რაღაც გარკვეული მცირე პრობლემისა, ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათაც აქვთ ყველა ის უფლება, რაც თითოეულ ჩვენგანს და მიუხედავად დასაქმებასთან დაკავშირებით, შეუძლია ძალიან კარგი, ისეთ ულამაზეს, უნიკალურ ეკოლოგიურად სუფთა ნამუშევრებს და სუვენირებს ქმნიან, რომ მინდა რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ, ბევრმა ადამიანმა იმეგობროს ჩვენთან, ასოციაცია იკა-21-თან და შეგვიკვეთონ სუვენირები, ან როდესაც კორპორატიული ღონისძიება აქვს. აი ხა ზუსტად ანალოგიური გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჩვენ მიგვიწვია, რომ ჩვენი ნამუშევრები წინა საახალწლოდ შეიძინონ მისმა თანამშრომლებმა და ეს არის არაჩვეულებრივი პრეცედენტი. ასევე გუშინ ვიყავით ძალიან გრანდიოზულ ღონისძიებაზე. მე გახლავართ ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი და ლიდერ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა მიიწვია ჩვენი ორგანიზაცია. სრულიად უსასყიდლოდ გამოგვიყვა
უკვე შერატონ მეტეხში სივრცე, სადაც ასევე გავიტანეთ ჩვენი ახალგაზრდების ნამუშევრები და აი ასეთი მაგალითები, წარმატებული მაგალითები, ეს არის ძალიან ნათელი დადასტურება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის და ვისურვებდი, რომ ბევრმა ორგანიზაციამ აიღოს ეს სოციალური პასუხისმგებლობა და შეუწყონ ჩვენი სანა ორგანიზაციების გაძლიერებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას ხელი. ქალბატონმა ეს პროცესი დაწყებულია და დარწმუნებულია, რომ წარმატებით გაგრძელდება. ძალიან საინტერესოდ მისაუბრეთ, არაერთ მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. მე მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო იკ-21-ის ასოციაციის ყველა წევრი, სახელოსნოს სხივის წევრი, ახალგაზრდები, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ, გისურვებთ წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ 2026-ში კვლავ სიახლეებით გვეწვევით. ნამდვილად მეც გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს, ასევე თქვენს მსმენელს, მაყურებელს, მინდა გისურვო ძალიან ბევრი წარმატება, წინსვლა და ყველაფერი საუკეთესო, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად. ერთად ძლიერები ვარ და ერთად ყველა ბარიერს დავძლევთ. კი ბატონო, ჩვენ მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ჩემი სტუმარი იყო ირაკლი ქემოკლიძის სახელობის მრავალფუნქციური ცენტრი 18+ ხელმძღვანელი დამფუძნებელი მაია სააკაშვილი, ასევე თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თანათავმჯდომარე და საუბრის თემა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ასოციაცია იკ-21 ირაკლის ხის სახელოსნოს სხივი და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პროექტი შშმ ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით მიმდინარეობს. გისურვებთ წარმატებებს. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინა, თქვენს გისურვებთ წარმატებას და ყველაფერს საუკეთესო. ეს იყო გადაცემა ჩვენ აქვთ, მე მალე დაგიბრუნდები.